Ბავშვიდობისა საქართველოს სიამოვნებით მოგესალმებით კვლავ, მადლობა რომ გვისმენთ მთელს ქვეყანაში და ასევე გვიყურებთ კიდეც პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, ასევე ჩვენს YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს პარასკევია და როგორც ყოველ პარასკევს ამ დროს კახა გელაშვილი მიმშვენებს გვერდს. ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ დილის სპორტული მიმოხილვა. მოგესალმები, კახა. დილამშვიდობისა და თუ მივესალმები მსმენელს. კიდევ ერთი ჩვენი სავარაუდოდ საინტერესო სპორტული ეთერი იწყება. კი ბატონო, დავიწყოთ ფეხბურთზე საუბრით. სექტემბრის სანაკრებო მატჩების სერია დასრულდა და საკლუბო დღეიდან გრძელდება. ჩვენთან რა ხდება? ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში რომ თამაშობენ, რაიმე სიახლე ხომ არ არის? ნამდვილად სანაკრებო სექტემბრის სანაკრებო ფანჯარა დაიხურა გასულ სამშაბათს და დღეიდან უკვე აქტიურად განახლდება ეროვნული ჩემპიონატები ჩვენთანაც საქართველოს ეროვნული პირველობა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება ასევე ევროპის წამყვან ტოპ ჩემპიონატებში ზოგადად მთელს ევროპაში როგორც ცნობილი არაერთი ქართველი გამოდის წამყვან საფეხბურთო ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ჯერ მოდი საქართველოს ჩემპიონატზე მოვახსენოთ მსმენელს მაყურებელს ხვალიდან განახლდება ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება რიგით 24 ტური ორი შეხვედრა გახლავთ ხოლმე დაგეგმილი თბილისის დინამო საფეხბურთო კლუბ გაგრას ეთამაშება ხოლო ქუთაისის ტორპედო წყალტუბოს სამგურალს დანარჩენი შეხვედრები კვირას 14 სექტემბერს გაიმართება ორი მატჩი კერძოდ იბერია ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი ჩვენი ქვეყნისა ფოთის კოლხეთს მიიღებს ხოლო გორის დილა ბათუმის დინამოს იბერიას პირველ ადგილზეა იბერია მოქმედი ჩემპიონი 52 ქულით თუმცა ლიდერს კვალში უდგას და ორი ქულით ჩამორჩება გორის დილა. დანარჩენი გუნდები საგზნობლად ჩამორჩებიან ლიდერებს, კერძოდ 38 ქულით მესამე ადგილზეა თბილისის დინამო, შემდეგ მოდიან იგივე ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო და საფეხბურთო კლუბი გაგრა, ასე რომ ხვალიდან განახლდება როგორც უკვე აღნიშნეთ ჩემპიონატი საქართველოში, ასევე ევროპაში არაერთი წამყვან ჩვენი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გამოდის ევროპულ გუნდებში, კლუბებში და არა მარტო შიდა ჩემპიონატები, არამედ კარს მოგვადგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ლიგაზე უკვე 16 სექტემბერს უახლოეს სამშაბათსა და ოთხშაბათს 16-17 სექტემბერს გველის თამაშები. აქვე ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელზეც გუშინ გქონდა ჩვენ საუბარი ესპანურმა ვილიარეალმა, საკმაოდ თვითმყოფადმა და ტრადიციების მქონე გუნდმა ოფიციალურად პრეზენტაცია მოაწყო, ოფიციალური პრეზენტაცია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც აგვისტოში დაიმატა და მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შეტევის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძის წარდგენაც მოეწყო, ჟურნალისტებსაც გაესაუბრა გიორგი და განაცხადა, რომ ის ბედნიერია ესპანეთის ჩემპიონატში მოხვედრით, როგორც მან თქვა, ის ბავშვობიდან ოცნებობდა სწორედ ამ უძლიერეს ლიგაში თამაშზე და ეს ოცნება აუხდა. შორის მიქაუტაძის ტრანსფერი, მისი გადასვლა ფრანგული ლიონიდან ესპანურ ვილიარეალში არის ამ ესპანური კლუბისთვის რეკორდული თანხების ხრი 31 მილიონ ევროზეა საუბარი და პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით გათვალისწინებული კონტრაქტი გიორგისთან ესპანურ კლუბსა და გიორგის შორის 2031 წლამდეა გათვლილი ატლეტიკო ვილიარეალის მატჩი მადრიდში შედგება ეს შეხვედრა დღეს უბრალოდ ხვალ უკაცრავად 13 სექტემბერს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და შესაძლოა ამ მატჩშივე უკვე შედგეს მიქაუტაძის დებიუტი თავის ახალ კლუბში. რამდენიმე უცხოური ვებგამოცემა ავრცელებდა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აქტიურობდნენ ნიდერლანდული გამოცემები, სადაც იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი გურამ კაშია 38 წლის გამოსტილი მცველი შესაძლოა თავის ყოფილ კლუბში ნიდერლანდურ არნემის ვიტესში დაბრუნდეს ვიტესის ერთგვარი სიმბოლო იყო წლების წინ და ლიდერი გუნდის კაპიტანი ამ გუნდში და საკმაოდ დიდხანსაც ითამაშა 2010-დან 2018 წლამდე გამოდიოდა კაშია ვიტესში და კლუბის ერთ-ერთი საყვარელი გულშემატკივრებს ერთ-ერთი საყვარელი
ფეხბურთელი იყო ეს პერიოდი არის 2010-2013 წლების ამ პერიოდში ეს კლუბი არნემის ვიტესი მფლობელი იყო მერაბ ჟორდანია საქართველოს ნაკრების თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ფედერაციის ჩვენი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამ პერიოდში შემდეგ ვიტეს გარკვეული პრობლემები შეექმნა, ეხლაც ამ პრობლემების გადალახვაშია კლუბი და კაშიას დამატება გამომდინარე იქიდან სურთ რომ ესეთი გამოცდილი ფეხბურთელი შეემატება პლუს ამას მოქმედი კონტრაქტი ბრატისლავის სლოვანთან ეწურება ზაფხულში ამ სეზონის ბოლოს გურამს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ ასე ვთქვათ უფასოდ შეიძლება ვიტეს გურამისთვისაც არ იქნება ალბათ ურიგო პერსპექტივა დაბრუნდეს გუნდში სადაც ყველა ფერი იცის რომ ეთქვიან უყვართ ძალიან და სამწუხაროდ კარიერის მიწურულს 38 წლის არის უკვე სპორტსმენისთვის ასაკია და ამ გუნდში დაბრუნება ასე რომ მე ვარაუდობ რომ კაშია დაუბრუნდება თავის ყოფილ კლუბს აქვე აღავიხსენოთ რომ ვიტესში არაერთი ქართველი ფეხბურთელი გამოდიოდა მათ შორის ვაკო ყაზაიშვილი იყო ასევე უნიჭი ერესი თავის დროზე გიორგი ჭანტურია და ასევე 21 წლამდეთა ჩვენი 21 წლამდეთა ნაკრების წევრი ირაკლი ეგოიანი ასევე ამ გუნდში გამოდიოდა და დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ აღნიშნავ კაშია დაბრუნდება ამ გუნდში. მაინტერესებს რა სტანდარტი არსებობს, როდესაც აი კონტრაქტი გეწურება, აღარ ვთქვათ გრძელდება ეს კონტრაქტი, შემდეგ რა ხდება? ანუ სპორტსმენს რა გზის გავლა უწევს? აი ვთქვათ 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული ამა თუ იმ ფეხბურთელს ვთქვათ კლუბთან. აი მიქაუტაძე ვთქვით 31 წლამდე, ხო აი ვთქვათ შემდეგ აღარ გაგრძელდა ეს კონტრაქტი. 2031 წლამდე რომელი მხრისდანაც იქნება დარღვევა კონტრაქტის, ვთქვათ კლუბმა აღარ მოისურვა მასთან თამაში, მაშინ ჩადებულია ყველა კონტრაქტში ასეა, ყველა სპორტსმენთან და ალბათ ყველა ვთქვათ სამუშაო პირობები ასეა შედგენილი, რომ კონტრაქტის დამრღვევი იხდის გარკვეულ კომპენსაციას. თუ ფეხბურთელი იტყვის რომ მე ვთქვათ მაქვს უკეთესი შემოთავაზება ვთქვათ რეალიდან ან ბარსელონადან ვთქვათ და უნდა წავიდე ეს კლუბი ეტყვის როგორც წერია რომ დამრღვევია და უნდა გადაიხადოს იმას ახალი მსურველი კლუბი გადაუხდის თავის ჯიბიდან გადაიხდის ეგ ნაკლებ ის ჩადებული კონტრაქტ ჩადებული პუნქტი მოქმედებს რომ თანხა დამრღვევის მხრიდან არის გადახდილი. როცა კონტრაქტი არ გრძელდება რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? ვთქვათ სპორტსმენის როლი აი როგორ არის მისი ვთქვათ შეფასების კრიტერიუმები ამ კუთხით როდესაც კონტრაქტი სრულდება თუ ორ მხრივად არის სურვილი რომ სპორტსმენს აღარ სურს ამ კლუბში დარჩენა და კლუბსაც აღარ ვთქვათ კლუბმა სხვა მასე უკეთესი ან თქვათ შემსვლელი მოიწია და შედარებით უფრო ნაკლებ ფასად რასაც ამ შემთხვევაში და ამ ფეხბურთელსაც სურს სხვაგან წასვლა უმტკივნეულოდ ხდება ეს დაშორება ასე ვთქვათ მხარეებს შორის მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი როდესაც ძლიერი ფეხბურთელი ყავს კლუბს და უმთავრდება კონტრაქტი მასთან და როგორც აღნიშნეთ ხა ჩვენ უფასოდ მიდის სხვა კლუბში ანუ თავისუფალ აგენტის სტატუსს იგებს ამ დროს შეა შემთხვევა ხოლმე როცა თქვა ერთი წლით ადრე სარფიან ფასად ყიდიან ამ ფეხბურთელს რომ კლუბში შევიდეს გარკვეული თანხა უამრავი შემთხვევაა ხო როდესაც თქვათ იყიდეს გარკვეულ თანხა და 10 ჯერ და შეიძლება 20 ჯერ ზვირადაც გაყიდეს. ამ პირიქით ყოფილა რომ ძალიან ზვირად შეიძინეს ფეხბურთელი ვერ გაამართლა ამ ფეხბურთელმა მასენ გაცემული ეს ნდობა ავანსები და გაიყიდა მოლოდინის არსებობა და ვთქვათ შემდეგ ვერ შესრულებული პირობა თუნდაც იმ კუთხით რომ ვერ წარმოჩინდა სპორტსმენი იმგვარად რა ვთქვათ მოლოდინიც არსებობდა ამ კუთხით აი აქ რა მექანიზმი ირთვება როგორ შეიძლება ვთქვათ რომ აი სპორტსმენი თან ფორმაში იყოს თან მუდმივად
აქტუალური იყოს. რა კუთხით, იცი, ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ დატვირთულია მათი ცხოვრება. აი გუშინაც გისმენდი, რომ სანაკრებო მატჩების განრიგი იცვლება და მომავალი წლიდან გარკვეული სიახლეები იქნება. ამგვარი შეღავათები, ვთქვათ, როცა გარკვეული ცვლილება ხდება, ყველაზე დიდ გავლენას რაზე ახდენს, ვთქვათ, სპორტსმენზე, მის სამუშაო, ასე ვთქვათ, განრიგზე, თუ კლუბსაც თავისი ინტერესი აქვს ფინანსური. ძალიან კომპლექსური თემაა, ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. აი, მაგალითად, ავიღოთ ახალგაზრდა ნიჭიერი პერსპექტიული ფეხბურთელი დაიმატა კლუბმა, სხვა ქვეყნიდან, სხვა კონტინენტიდან შეიძლება ძალიან დიდი მედებს ამყარებს კონტრაქტის გაუფრმა, მაგრამ არის ესეთი ტერმინი სპორტში, ტრავმისადმი მიდრეკილება. ძალიან ადვილად, იოლად, თქვათ, რაღაც ან ესეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს ხოლმე ხშირად. ამ დროს ხდება ხოლმე ამ სპორტსმენის, ასე ვთქვათ, გასხვისება სხვა კლუბში, იმიტომ რომ წამგებიანი ვარიანტია, ვთქვათ. არის სხვა ვარიანტი, როდესაც ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვთქვათ, ესეთი რეჟიმის ხშირი დარღვევა ახასიათებს, ვთქვათ, იქ სხვადასხვა პრობლემებია, რომელიც რა თქმა უნდა არც ერთი გუნდის მწვრთნელს, კლუბის ხელმძღვანელობას არა, რეჟიმის დარღვევია, მოკლედ და აქაც ჯიან ხოლმე ფეხბურთელს შეიძლება გადაიყვანონ ქვედა ამ გუნდის სარეზერვო გუნდში, ან რამდენიმე თამაში გამოატოვებენ, ან ხელფასი ყოველკვირეული აქვს, იქ თუ ყოველკვირეული თუ რაც არის სოლიდური დაკითხვა მოხდეს. ანუ კონტრაქტის შეთანხმებაზე თავის გავლენას ახდენს ყველაფერი არის. ანუ გარანტირებულად ის რომ შენ კონკრეტული ვადით ხარ, თქვათ, გაყიდული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ხარ გარანტირებული. რა თქმა უნდა, ეგ არის კი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი სპორტსმენი ფაქტობრივად ყოველ თამაშზე გიწევს ბრძოლა რა. ადრიანო იყო ბრაზილიის ნაკრების შეტევის ერთ-ერთი ლიდერი ვარსკვლავურ გუნდში, რონალდინიო, რონალდო, კაკა, ესეთი ფეხბურთელები აქ თამაშობდა, მაგრამ უდისციპლინო ღამის ცხოვრება უყვარდა, შეინო, მაინც აი წლების მანძილზე მესაკუთრე კლუბი პარმა იყო, მილანის ინტერი იყო, თვალს ხუჭავდა, ოღონდ იქნებ გამოსწორდეს, იქნებ, შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნდა, იქაც და საბოლოოდ დაანება ეხლა ფეხბურთს თავი. არიან ფეხბურთელები, სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში, რომლებსაც ახასიათებს ხშირად რეჟიმის დარღვევა, მაგრამ მათ აქვთ შეიძლება ფიზიკური კონდიციები იმ დონეზე, რომ ხდება კომპენსირება ამის, ადიან და იგებენ თამაშს, თქვათ. იყო ესეთი სპორტსმენი ლეგენდა, სამწუხაროდ არ მიდის ახლა ამ ხშირი საუბარი, გერულაიტისი, ამერიკელი ჩოგბურთელი, ლიეტური წარმოშობის, რომელიცაც შეიძლება თქვათ მთელი ღამის განმავლობაში ესეთ ღამის ცხოვრებით ეცხოვრა და მეორე დღეს გასულიყო კორტზე და რაღაც სასწაული თამაში, 5 სეტიანი თამაში ეთამაში, ეს გამოფიტული ადამიანი, ღამენათევი, ნამთვრალევი და ნაკეიფარი და თამაშობდა ეს და ძალიან ბევრი სპორტსმენი ყოფილა, რომლებიც მწვრთნელებსაც აქვს, ნათქვამი, რომ ოღონდ ის იგებს თამაშს და მე ვერა უგზალავ მას. კი ბატონო. თავი ამოწურა, ესეთი ტერმინი თუ ვთქვათ არსებობს და ძირითადად აი ამ საკუთარი თავის შესაძლებლობების ამოწურვის მიზეზი, ვთქვათ, რა შეიძლება იყოს ასაკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტში, თუ კიდე სხვა მიზეზები. ხა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ვთქვათ, გარკვეული ხელიდან გასყდომის, ასე ვთქვათ, მომენტები, როდესაც სპორტსმენს უწევს დაარღვიოს რაღაცა მისი რუტინა, მაგრამ ის ამით, ვთქვათ, გავლენას არ ახდენს მის ხარისხზე. თავი ამოწურა არის ესეთი ტერმინი, არა მარტო სპორტში, შეიძლება ხელოვნებაში, ვთქვათ, მხატვრობაში, ვთქვათ, რაღაც ასაკში მიაღწია ზენით და შემდეგ გაჩერდა, ვთქვათ. ყველგან შეიძლება იყოს, ხო, ეს ჩვენ რადგანაც სპორტზე ვსაუბრობთ, სპორტი სპეციფიური, ასე ვთქვათ, სფეროა. იქ მართალი ხარ, ახსენე, ასაკს თავისი მიაქვს, რა თქმა უნდა და ისეთი ვერ იქნება, როგორც ახალგაზრდობაში იყო სპორტსმენი, მაგრამ არიან სპორტსმენები, რომლებიც ნაადრევად, ესე ვთქვათ, ხდიან იძულებულს სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელობას თუ იგივე გულშემატკივარს, რომ მასზე ხელი ჩაიქნიონ.
აი მაგალითად რონალდინიო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი, რომელიც მართლა აი რო იტყვიან სპექტაკლებს დგამდა მოედანზე ბარსელონაში, მაგრამ მაქსიმუმ მისი კარიერის 3-4 სეზონი იყო, ასე ვთქვათ, ფეერიული. შემდეგ რონალდინიო მიკლო და დაიკარგა, ასე ვთქვათ, მაგრამ ისეთი წუთები და ისეთი თამაშები აჩუქა გულშემატკივარს, რომ დღემდე რონალდინიო ამის ელიტურ ფეხბურთელებს შორის რჩება და იქნება ასე ისტორიაში. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ტრავმები ვახსენეთ ჩვენ, რომლებიც არაძლევს სპორტსმენს ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. არის კიდევ უამრავი მაგალითად შეიძლება გარემო პირობებს ვერ შეეწყო, თქვათ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ წუთნელს ვერ შეეწყნენ, რომლებიც ვერ ახერხებენ გახსნას, ან თქვათ, ხშირად გვესმის ჩვენ, რომ წელს ვთქვია, რომ ჩემს სათამაშო ტაქტიკაში ეს ფეხბურთელი ვერ ჯდება არა და ამ დროს გულშემატკივარს მიაჩნია ერთ-ერთ საუკეთესო, მაგალითად პოლ პოგბა იყო ფრანგი, ერთ-ერთი მაგალითი უნიჭიერესი ფეხბურთელი, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში გამოდიოდა, მწყინვალე შემადგენლობა ყავდა ჟოზე მოურინიოს, მაგრამ არ ათამაშებდა, არ ჯდება ჩემს მაშინ მე დასაჯეს, მოკლედ დიდ სპორტში, როდესაც ფაქტობრივად ერთი სეზონი გივარდება არ თამაშობ, ურთულესია რომ აღიდგინო შემდეგ ტრავმისგან იქნება ეს თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ის კონდიციები და ის ფორმა, რაც მანამდე ჰქონდა, მithumet როცა ოდნავ ასაკში ხარ შესული. აი ეგ არის ერთ-ერთი ის გარემო ფაქტორები, თვითონ სპორტსმენზე დამოკიდებული ეს ფაქტორები, რაც უშლის ხელს მის წინსვლას და მისი არეალის სპორტული არეალის გაფართოებას. აი ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ მან ამოწურა თავი, ესე იგი ვეღარ ვითარდება. სანაკრებო მატჩებზეც მინდა ვიკითხო და რაღაცნაირად ფეხბურთის ნაწილი დავასრულოთ. თქვით რომ გუშინ განრიგი იცვლება, რა ცვლილებაზეა ლაპარაკი? სანაკრებო მატჩებს გულისხმობ 2026 წლიდან, მომავალი წლიდან იცვლება. მცირე ცვლილება არის, მაგრამ საკმაოდ ისეთი თვალშისაცემი. როგორც ახლა აღნიშნეთ, სექტემბრის სანაკრებო ფანჯარა დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი ჩაატარა, თბილისში 2-ვე თურქეთთან, ბულგარეთთან. ახლა ოქტომბერში გვიწევს მეორე სანაკრებო მატჩების სერია, ეს არის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. და მსოფლიო ჩემპიონატის უკაცრავად შესარჩევი ეტაპი, გველის 2 გასვლითი შეხვედრა ესპანეთთან და თურქეთთან, 2 ურთულესი შეხვედრა. გაისათ უკვე 2026-დან 2030 წლის ჩათვლით, ასე აღარ იქნება საუბარია უშუალოდ შემოდგომის სანაკრებო სერიებზე. სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო მატჩები, ესე ვთქვათ, გაერთიანდება და საერთო ჯამში 4 სანაკრებო მატჩის ჩატარება მოუწევთ, 4 მატჩის ჩატარება მოუწევთ გუნდებს, არა თქვათ როგორც ახლა სექტემბერში და შემდეგ ოქტომბერში. ეს გათვლილია თვითონ ფეხბურთელების კლუბების მოთხოვნაც იყო, რომ ზოგი ფეხბურთელი წარმოედგინე ჩადის ნაკრებში, 2 თამაშს ითამაშებს, ბრუნდება, მე ერთ თვეში ისევ ჩადის, კიდე 2 თამაში დაბრუნება და ეს ფორმიდან ამოვარდნე იქ თქვათ 1000 ნიუანსია იქ ტრავმა შეიძლება მიიღოს, ან თქვათ იქ სხვა მასში მოხდეს გარემოში და ის ადაპტაცია უცებ გაუჭირდეს. ერთხელ წავლენ სექტემბერ-ოქტომბერში, სადღაც 26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თუ სწორად მახსოვს იქნება სანაკრებო მატჩების სერია, ანუ 4 შეხვედრას ჩაატარებს, თქვათ, საქართველოს ნაკრები, ისე როგორც ყველა გუნდი და შემდეგ გაზაფხულამდე და ის გაზაფხულზე და შემდეგ სხვა იგივე ნოემბრის სანაკრებო პაუზა ეს რჩება უცვლელი. აი ეს არის, ეს გათვლილია იმაზე, რომ ფეხბურთელები, როგორც შენ თავიდან აღნიშნე, ურთულესი გრაფიკი აქვთ სპორტსმენებს, ხოლო ამის დღე-გამოშვებით ამ დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ამისთვის გარკვეული მცირე დასვენების შესაძლებლობა მიეცემათ. აი ეს არის ცვლილება, რომელიც 2030 წლამდე დაამტკიცა FIFA-მ. კი ბატონო. კალათბურთზეც გადავიდეთ, მოვასწროთ. გრძელდება ევროპის ჩემპიონატი რიგაში. მართალია ჩვენ გამოვეთიშეთ, მაგრამ 4 საუკეთესო ნაკრები ნახევარფინალები არის დღეს ორივე თამაში. მოკლედ მოგვიყევი ამ თემაზეც და დავასრულოთ. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები გამოვეთიშა მეოთხედფინალიდან, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მეოთხედფინალში გასვლა, მეოთხედფინალში 8 გუნდი მონაწილეობს, ანუ
ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო ეროვნულ გუნდს შორის საქართველოს ნაკრების გასვლა არის უდიდესი წარმატება ქართული კალათბურთის ახალი ისტორია შეიქმნა დაუმარცხდით გუნდთან, რომელიც დღეს ხდება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას და ვერავინ იტყვის, რომ გერმანია გამოკვეთილი ფავორიტია. მე პირადად გერმანია ფინეთის მატჩი ველი საკმაოდ ფიცხელ ბრძოლას და გამიჭირდება რომ თქვა გერმანია ფავორიტია. კი, მსოფლიო ჩემპიონია, არაერთი კალათბურთელი მაღლესი დონის NBA-ში შემოთამაშე მათ შორის, თუმცა ფინეთის ნაკრები თამაშობს რაღაც ახალ კალათბურთს, შეიძლება ევროპის მასშტაბით გააზრებულს უსწრაფეს და ასეთ ვიხმარკიდე ამას ცივსისხლი, აი არ არსებობს რომ აი თქვა რაღაც ან ჩამორჩენა იყოს რაღაც ან დაიბნეს ან რაღაც სამხრეთული ტემპერამენტის ან ნერვებმა უნთხონ ან რაღაც განსაკუთრებული გუნდია ფინეთი. 18 საათზე დაიწყება თბილისის დროით. რიგა მასპინძლობს როგორც ვიცით ევრობასკეტის პლეი-ოფის ყველა შეხვედრას ფინალის ჩათვლით და 22 საათზეა უკვე მეორე შეხვედრა პრინციპული მეტოქეების საბერძნეთისა და თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება. ეს მატჩიც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება. იანის ანტეტოკომპო NBA-ის ალბათ ნომერი პირველი თუ არა ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი საბერძნეთის ნაკრების წარმოშობით ნიგერიელი კალათბურთელი მისი ძმები სამნი არიან ანტეტოკომპოები საბერძნეთის ნაკრებში ხდება თურქეთის ძალიან დინასტია ფაქტობრივად ხო? ხო, 18 საათსა და 22 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა. აქვე შენის ნებართვით დავით მე გულშემატკივარს მივავსდი ინფორმაციას რომ როგორც კალათფეხბურთში გაგრძელდება ახლა საკლუბო სეზონი სულ მალე დაიწყება კალათბურთში ჩვენთანაც და ასევე ევროპაში და აი საკლუბო სეზონისთვის ემზად დაიწყო მზადება უკვე საქართველოს ჩემპიონმა საკალათბურთო კლუბმა ქუთაისმა ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან მეტოქე აღნიშნულ ეტაპზე იქნება დანიური ბაკენბეარსი და სხვადასხვა ლატვიაში ემზადება, ანუ სადაც ახლა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, იქ ემზადება ჩვენი ჩემპიონი. პირველი ამხანაგური შეხვედრას ჩაატარა კოტე ტუღუშის გუნდმა მასპინძელ ლატვიურ ოგრესთან, საკმაოდ დაძაბული მატჩი 87-88 წავაგეთ ერთი ქულის ხალხით, მე სამხანაგური მატჩია. დღეს მეორე მატჩია, დღეს არა, ხვალ 13 სექტემბერს მეორე შეხვედრა ამხანაგური ასევე ქუთაის. კიდევ ერთ მასპინძელთან გაცილებით უფრო ტიტულოვან და დიდი ისტორიის მქონე რიგის ვებთან შედგება ეს თამაში, ეს რომ წარმატებები ქუთაის კოტე ტუღუშს ძალიან კარგ სპეციალისტს ახალგაზრდა უნიჭიერეს კარგ კალათბურთელს და ქუთაისელთა საკმაოდ კარგ გუნდს. ვერთები ამ სურვილებს, მადლობა კახან, ყოველთვის ასიამოვნოა შენთან ეთერში ამ თემებზე საუბარი, თუმცა მოდი ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რომ შენ დღეს მთელი დღის განმავლობაში მოგიწევს რომ შეხვდემათ, ეს არის 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დრო, 2 საათიანი და ასევე 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დიდი მადლობა დათო. ასევე როგორც ყოველ პარასკევს დღესაც პირველ საათზე საინფორმაციო დამთავრდება თუ არა, დაიწყება ვახო გაფრინდაშვილის სპორტის თემა. ასე რომ უსმინეთ სპორტს რადიო იმედზე, დაელოდეთ ამ დილის საუბრებს ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით აგემშვიდობებით და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. დროებით.